ერთმა ჯენნეთი მისცეს და თქვენ მოთმინება გამძლეობა მოგცეთ. ობდანი, ასე დადენის და იმასაც მეიტანებენ რა. ჩვენს იმკო გარბაცლის ფემდი მალაკმაძეს, რომელიც ძალიან მოწმუნე ადამიანი ბრძანდებოდა, გამჩერმა ალლაჰმა სამოთხეში ჯენნეტში დაამკვიდროს. მერც მადლობა უკვე მეორე ნეშთია, რომელიც ცვალებულის ლოცვაც უნდა შევასრულოთ და გაუგრძალოთ საგვარეულოს მიწაზე. ჯერ ხდება გაწმენდა, მერე ხდება რეკონსტრუქცია და ინვენტორიზაცია პირველი რაც ხდება, ეს არის თითოეულის აღწერა, რა ძველი როგორ მდგომარეობაში ფრაგმენტირებულია, სრულია, არა ფრაგმენტირებული. ეს არის ანთროპოლოგიური ანალიზი. აი ამას რომ მორჩება ეს პროცესი, აი ამის მერე ხდება უკვე დნმ-ისთვის ნიმუშის აღება. და ჩვენ ლოცულობ დღეს იმისათვის, რომ ის საშინელი წლები, ის ბოროტება, ის რეპრესიები, ის ფაშიზმი აღარასოდეს აღარ განმეორებული იყოს დედამიწაზე. წარსულს ჩაბარებოდეს. წლის 16 ივლისს ხელოჩაურში ხემდი მალაკმაძე დაკრძალეს. ოჯახმა ხემდის ნეშთის დაკრძალვა დახვრეტიდან 86 წლის შემდეგ შეძლო. ხემდი მალაკმაძე იყო ერთი მათგანი იმ ათასობით ადამიანიდან, რომელიც სტალინმა რეპრესიებმა გააქრო. ეს ფილმი არის სტალინის მიერ შექმნილ რეპრესიულ სისტემაზე, რომელმაც იმსხვერპლა ათასობით უდანაშაულო ადამიანი. მსხვერპლთა უმრავლესობა რეაბილიტირდა იოსებ ჯურაშვილის, იგივე სტალინის სიკვდილის შემდეგ. მე გახლავართ თინა, ნანა, გოგიტიძე. 73 წლის. 37 წელში რეპრესირებული, დახვრეტილი რიზალი ხუსეინის ზეგოგიტიძის შვილიშვილი. მე გახლავართ 37 წელს რეპრესირებული სულეიმან იუსუფის მიქელაძის შვილიშვილი, რომელიც გარდაიცვალა 1942 წელს, რეპრესირებული იქნა შეთითხნული ბრალდებით, ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა სახელმწიფოსა და საკოლმეურნეო მშენებლობის შესახებ. თავისუფლების აღკვეთა 10 წელი. ბოლო წუთამდე აი ესე გარდაიცვალა ბებია ძალიან ხანდაზმული, სრულიად დარწმუნებული იყო, რომ ვიქტორი სადღაც არის გადასახლებული. ვერ იმეტებდა, რომ ეს იყო და არც ლაპარაკობდა, არც არავინ არ ლაპარაკობდა ამას. ახლა გარკვეული ოჯახში შიში გარკვეული პერიოდი იყო მახსოვს, აი ასეთი ამბავი მახსოვს, რომ სკოლაში უწინ იყო ეზოში ბავშვებს ვარჯიში აკეთებიებდნენ. სადღაც მე-3 კლასში ვიყავი ალბათ პატარა და რო ვარჯიშობდი, უკან ორი მასწავლებელი იდგა და ერთმანეთს კითხეს, რომ ეს ვერა გოგოლაძის შვილი არისო? და კიო, ხლა მე გამიხარდა თან ვარჯიშობდა. ეს ამისი მამა იყო, ხო, სამშობლოს მოღალატის მუხლითო რო არისო. ხო და სახში როგორც მოვედი, პირდაპირ ეს უთხარი დედაჩემ კინა გამოვიდა და დაჭდა ესე და შემეხვეწა, აღარასოდეს არ ახსენო ბაბუა. და არც არავის არაფერი არ კითხო. და
და აი ეს მოგვეხსნა 1956 წელს. ეს გახლავთ ცნობა ვიქტორ იაგორიძე ჭედიას რეაბილიტაციის შესახებ. 1938 წლის 28 აპრილის დადგენილება ვიქტორ იაგორიძე ჭედიას მიმართ გაუქმდა და საქმე წარმოებით მოისპო ბრალდების დაუდასტურებლის გამო. ვიქტორ იაგორიძე ჭედია მთლიანად რეაბილიტირებულია. უსმამოწყობილი მისი მეუღლე ვალენტინა კანაკოწინა თუ მოწყობილია ქალიშვილობის კანაკოწინა და ნუ რა თქმა უნდა მოწყობილი. შემდეგ არის ეს არის აგერ ეს ახმედია, ეს არის ახმედი, აგერ ახმედი. აი ეს პატარა ძმა დახვრიტეს. მურადის სურათი არა გვაქვს. და ეს არის ეს ვალენტინა ბებია და მისი დედა, რომელიც ორივე გადასახლებაში. ვალენტინა ალჟირში იმაში გადაასახლეს ყაზახეთში და ბებია ზოია და ზოია ილიჩნა ჩაკში იყო ბანაკი იყო, აი ესეთი ხალხისთვის, ხო? აი რეპრესიული ოჯახი ბაბუაჩემი დახვრიტეს და მისი ორი ძმა და კიდევ სიმაური, რომელიც 4 ადამიანი გაანადგურდა და ამ რეპრესიები და რაც იყო ამპერი სუდი და არ ვიცი აი დრო იმპერია მეიტანა. 2025 წლის იანვრის მდგომარეობით საქართველოში სულ ნაპოვნი და გახსნილია რეპრესირებულთა 6 სამარხი. 6-ვე სამარხი ხელვეჩაურში ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილი. დადასტურებულია, რომ მასობრივი სამარხები ეკუთვნის 1927-38 წლების სტალინური რეპრესიების მსხვერპლებს. სტალინური რეპრესიების დროს უდანაშაულო დახვრეტილთა პირველი მასობრივი სამარხი აჭარაში 2017 წელს გაიხსნა. პირველ სამარხში, რომელიც ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის ჩართულობით და ინიციატივით გათხარეს, 150 ადამიანის ნეშტი იპოვეს. ინფორმაცია ნეშტების აღმოჩენის შესახებ 2019 წლის აპრილში გახდა საჯარო. 150 ნეშტი თავდაპირველად ბათუმის საკათედრო ტაძრის სარდაფში იყო დასვენებული. მოგვიანებით სრულყოფილი ანთროპოლოგიური შესწავლის მიზნით ნეშტები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლად გახსნილ ლაბორატორიაში გადაიტანეს. 2017 წელს ეპარქიის ხელმძღვანელობით სულ 4 სამარხი გაიხსნა. პირველი 4 სამარხის გახსნაში არ იყვნენ ჩართული შესაბამისი დარგის სპეციალისტები. გამჩენ ალლას უსაზღვრო მადლიერება და შუქური იმისათვის, რომ დღეს კიდე მეორე ნეშტი იდენტიფიცირებულია და მისი განსასვენებელი დანალდის ხორცვა უნდა შევასრულოთ. სულ რამდენიმე ხნის წინ გონიოში ვიშლიოღლის ნეშტი მივაბარეთ საგვარეულო მამაპაპისეულ სასაფლაოზე. დღეს ხემდი მალაკმაძის განსასვენებელი ლოცვა უნდა შევასრულოთ. ინშალლა ყველა სამარხებში ნაშოვნი ნეშტები იქნება იდენტიფიცირებული და შთამომავლები შეძლებენ თავიანთი ბაბუების, თავიანთი წინაპრების საკუთარ მამაპაპისეულ საფლავებზე, სასაფლაოებზე ღირსეულად დაკრძალვას. 2021 წელს გაიხსნა მეხუთე სამარხი. სამარხის გახსნაში მონაწილეობდა საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაცია, ბათუმის და ლაზეთის ეპარქია და 3 ამერიკული, ტეხასის, ნიუ-მექსიკოს და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტების სასამართლო ანთროპოლოგები. მეხუთე სამარხი გაიხსნა ყველა წესის დაცვით. მასში აღმოჩნდა 28 ნეშტი. სამარხის გახსნა დოკუმენტირებული აქვს ტელეკომპანია რუსთავი 2-ს და ჟურნალისტთა გუნდს, რომლებიც ამ თემაზე მუშაობდნენ. საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციამ მოიპოვა სავარაუდო პირთა სია, რომელთა ნეშტებიც შეიძლებოდა მეხუთე სამარხში ყოფილიყო. იპოვეს და დნმ აიღეს 10 ადამიანისგან, რომლებსაც შეიძლებოდა ქონოდათ ნათესაური კავშირი რეპრესირებულებთან. 2022 წელს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციასა და პოლონეთის პრემორანის სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო გენეტიკის დეპარტამენტის თანამშრომლობით
შესაძლებელი გახდა სამი რეპრესირებულის იდენტიფიცირება. 1937 წლის 27 დეკემბერს დახვრეტილი ხასან დიშლიოღლის, ხემდი მალაყმაძის და ხაფის ძნელაძის ნეშტები, რომელთა იდენტიფიცირებაც 2022 წელს მოხდა, 2023 წელს მათ ოჯახებს გადაეცა. ოჯახებმა რეპრესირებულები საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით სულ 6 სამარხია გახსნილი. ბოლო მე-6 სამარხი 2022 წელს გახსნეს. სამარხის გახსნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის და ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის ჩართულობით მოხდა. სამარხის გახსნაში ასევე ჩართული იყვნენ პოლონელი სპეციალისტები, არქეოლოგები და ანთროპოლოგები. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად 29 ადამიანის ნეშტი იპოვეს. $1937 წლის სტალინურ დიდ ტერორს წინ უძღოდა ის უშუალო დამოკიდებულება, რაც სტალინს ჰქონდა ქართველების მიმართ, ქართველი ძველი ბოლშევიკების მიმართ და საქართველოს მიმართ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დამოკიდებულება სტალინსა და ძველ ქართველ ბოლშევიკებს შორის არ იყო, ესე იგი, ადვილი, იმიტომ რომ ძველი ქართველი ბოლშევიკები, რომლებიც არ თვლიდნენ თავს დავალებულად უშუალოდ სტალინის მიერ, მოითხოვდნენ მეტ ავტონომიას, მეტ უფლებებს საქართველოსთვის და ამიერკავკასიის ფედერაციისთვის, ვიდრე ამას თანხმდებოდა მოსკოვი და კერძოდ სტალინი. 37 წლის რეპრესიებს საბაბი დაუდო კიროვის მკვლელობამ, რომელიც მოხდა 1934 წელს მოსკოვში. ფაქტობრივად ეჭვი არ არსებობს, ესე იგი ეს ყველაფერი ორგანიზებული იქნა უშუალოდ სტალინის მიერ. სტალინმა მოახდინა კიროვის ესე იგი მკვლელობა და ამან მისცა საბაბი ელაპარაკა იმის შესახებ, რომ თავად კომუნისტურ პარტიაში არის შეთქმულება, რომ შეთქმულებს სურთ კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობის, ანუ უშუალოდ სტალინის და მისი უახლოესი გარემოცვის ხელისუფლებიდან ჩამოშორება და გენერალური ხაზის შეცვლა. დღეს ჩემი ოჯახისათვის და ჩემი საგვარეულოსათვის მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. იმიტომ არის მნიშვნელოვანი დღე, რომ 86 წლის უკან დახვრეტილი ბაბუა მოვიძიე. გამოვიტანეთ ნეშტი, მივახციეთ. მას რომ ნეშტი გამოვიტანეთ. ხდება ახლა ნეშტის გადასვენება. წავიღებ და დავმარხავთ. ყველას დიდი მადლობა. დავმარხავ ბებიაჩემის გვერდს. სტალინურმა რეპრესიებმა ბევრ ოჯახს აუტოვატკივილი. აუტოვამწუხარება. ძალიან მძიმე იყო, რა თქმა უნდა, სტალინური პერიოდი. ეგ იყო ალბათ იმის გამოძახილი, რომ ხალხში ყოფილიყო შიში. უილუბრალოდ უდანაშაულო ხალხს ტროიკის გადაწყვეტილებით, ეგრეთ წოდებული სამეულის გადაწყვეტილებით იხრიტებოდა სულ უდანაშაულო ხალხი. სულ უდანაშაულო ხალხი. ბევრმა არც კი იცოდა რა იზახვრებდნენ. და ახლა თუ ვიტყვით, მე ბაბუაჩემის ამბავს მოგიყვით მანალი. დაიბადა მაჭახლის ხეობაში, პატარა სოფელს კუგდიჩში. და ერთ დღეს მუხლები ატკივდა. და წამოსულა სამკურნალო. და გზაში ბიძამიში შეხვდება, ეთქვის, რომ არ წახვიდი აჭარის წყალზე სალათები დგანა. გამომნელს დამლაშავე უდანაშაულს ყველა მიყავდი ჭერები. ჩემთან ვის რა ესაქმება? მე ვარ გლეხი კაცი, მიწის მუშა. მე რა იზა უნდა დამიჭირო. და ის ბოლო დღე იყო. იმის შემდეგ გაქრა ერთაც. ახლა ის სამეული რო გადაწყვეტილებას ღებულობდა, ჩვენ დარწმუნებული ვართ ყველა ამაში, იგენი არც კი კითხულობდნენ, რისთვის იყო მიყვანილი თქვა. დანაშაული რა ქონდა, რისთვის მიიყვანეს. ამას არავინ არ კითხულობდა. სამეული დაიხვრიტოს და всё, მიდი.
ბაბუაჩემის მხრივაც ასეთნაირად მოხდა. 27 დეკემბერს გვიან ღამის საათებში იქნა დახვრეტილი. ტროიკა ქართულად შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან არსებული განსაკუთრებული სამეული. ეს არის უკვე აი ამ დიდი მასშტაბური ოპერაციების განხორციელებისთვის შექმნილი საგანგებო სადამსჯელო არასასამართლო სპეციალური ორგანო. ეს არის უკვე აგვისტო 1937 წლის, მას შემდეგ რაც კულაკური ოპერაციის დაწყების ბრძანება გამოვიდა შიდა საიდუმლო წესით, შემდეგ ორგანო შეიქმნა, რომელსაც ეს ოპერაცია უნდა ეუზრუნველყო ესეთი განსაკუთრებული წესით. ზოგადი დაკომპლექტების პრინციპი იყო, რომ ამ განსაკუთრებულ სამეულში შედიოდა რესპუბლიკის შინსახკომის უშიშროების სამმართველოს უფროსი, მუშათა და გლეხთა მილიციის, როგორც ოფიციალურად ერქვა, უფროსი, რესპუბლიკის პროკურორი. იყო განსხვავებული მოდიფიკაციები, მაგალითად, რუსეთის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის შიგნით, როდესაც სამეულის შემადგენლობაში შედიოდა ადგილობრივი კომპარტიის ადგილობრივი ორგანოს წარმომადგენელი, ხელმძღვანელი ორგანოს, ანუ ოლქის და მხარის მიხედვით, ხო? ანუ ეს ცოტა განსხვავებული წესრიგი იყო რესპუბლიკების დონეზე, მოკავშირე რესპუბლიკა ძირითადად ესეთი სტრუქტურა იყო და პლუს ასევე შემადგენლობის წევრი იყო მდივანი, რომელიც წესტყველას ხვდომას როგორც კოლეგიური ორგანო არის, მდივანსაც საჭიროებდა. საბჭოთა საქართველოს შემთხვევაში მთელი ტერორის განმავლობაში 37 წლის აგვისტოდან, როდესაც რესპუბლიკის განსაკუთრებული სამეული ტროიკა იქმნება მისი მოქმედების დასასრულამდე 38 წლის ნოემბრის დამდეგამდე, ძირითადად იცვლებოდა უშიშროების სამმართველოს უფროსი შინსახკომის სისტემაში და ტროიკის წევრები, განსაკუთრებული სამეულის წევრები, მუშათა და გლეხთა მილიციის უფროსი და რესპუბლიკის პროკურორი უცვლელად იყვნენ ამ პერიოდის განმავლობაში მილიციის უფროსი შალვა წერეთელი, ძველი ჩეკისტი, ასევე და ამ დროს უკვე მილიციის ორგანოების ხელმძღვანელია, რესპუბლიკის პროკურორი ილარიონ ტალახაძე, ასევე ძველი ჩეკისტი, ბოლშევიკი, მრავალ სადამსჯელო აქციაში მონაწილე გურიაში 24 წლის აჯანყების ჩახშობის ხელმძღვანელი დასავლეთ საქართველოში. და აი უშიშროების სამმართველოს უფროსები იცვლებოდნენ და ამ 2 წლის განმავლობაში ამ ხაზით განსაკუთრებულ სამეულში შედიოდნენ სერგო გოგლიძე, ბოგდან ქობულოვი და აქვსენტი რაფავა. 38 წლის განმავლობაში რამდენიმე სხდომაში მონაწილეობდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი და ეს არის რომ გარკვეული მოდიფიკაცია რაც სხვაგან იყო პრაქტიკაში აქაც რამდენჯერმე იყო გამოყენებული და ასევე უცვლელი წარმომადგენელი იყო სამეულის მდივანი ალექსანდრე მოროზოვი მერვე განყოფილების უფროსი რესპუბლიკის შინსახკომის. ანუ ამ ადამიანების ხელში გაიარა დაახლოებით 22,000-მდე ადამიანის ბედმა საბჭოთა საქართველოს მასშტაბით. ამათგან 12,000-მდე სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა განსაკუთრებულმა სამეულმა, დარჩენილი ნაწილის 99% თუ მეტი არა, 10-8 წლის ვადით გადაასახლეს გულაგის სისტემაში, საიდანაც დიდი ნაწილი ცოცხალი არ დაუბრუნებულა. დღეს ჩავიბარეთ ჩემი საყვარელი ბაბუის ნეშტი, ჩემი ბაბუა შეეწირა 37 წლის სისხლიან რეპრესიას. მისი სიკვდილით დაამარცხა სიბოროტე, მე ასე ვფიქრობ. აი ხა დაფარდა ამ ყველაფერს.
სახელში ამ პოპულარობით. Рабочим глашеным. მიდიოდა ქალაქში თურმე ბაბუაჩემი მიდიოდა ქალაქში და ელოდებოდნენ იქა უნდა დაეჭიდათ და გზად გამოუვლიათ მის ნათესავს და ლაპარაკობდნენ იქა უნდა დაგიჭირონო და მე არაფერი არ დამიშავებია რატომ უნდა დამიჭირონო უთქვამს ბაბუაჩემი ისეთი ვაშკაცი კაცი იყო როცა არა მაქვს დანაშაული რატომ უნდა დამიჭირონო მაგრამ დაიჭირეს წაიყვანეს და დახვრიტეს არ რომ იყო მის სიმართლეში დარწმუნებული ამიტომ არც აურიდებია თან მეურნეობის თავმჯდომარე იყო უაღრესად განათლებული კაცი ზუსტად ასეთებს ვერ იტანდნენ ადრინდელ დროში როგორ თქვა მეტი არ ვიცი და ასეთ განათლებულ ხალხს ებრძოდნენ ერთ-ერთი მაგალითია ჩემი ბაბუას დახვრეტა სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა კაცი მოაშორეს მის ოჯახს დარჩა 5 შვილი აღსაზრდელი ობლად გაზარდა ჩემმა ბებიამ და ყველა მისი ადგილი უჩვენა სტალინური რეპრესიაზე ჩვენმა ოჯახმა ძალიან დიდი ტკივილი განიცადა ჩემი ბაბუას დაკარგვის სახით და მე ამას შევაფასებ არ ვიცი როგორც ტირანულ რეჟიმს რამდენი უდანაშაულო ადამიანი დაიხვრიტა და სიცოცხლეს გამოასალმეს ასეთი ძვირფასი განათლებული ხალხი